2009 წლის 15 დეკემბერს ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა ნამუშევრების გამოფენა გაყიდვა გაიხსნა. ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ღონისძიება საქართველოს სახალხო დამცველის ოფისისა და ფონდ გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში ეგიდით განხორციელდა. დღეს აქ მოეწყო გალერეაში არტ-თერაპიული და ფსიქოსოციალური სამსახურის ნამუშევრების გამოფენა. ეს გაკეთდა სახალხო დამცველისა და გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში ფონდის ეგიდით და ქუთაისის ფსიქონევროლოგიური დისპანსერისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის პაციენტების ნამუშევართა გამოფენა გაკეთდა. აქ წარმოდგენილი არის პაციენტების მიერ შექმნილი ნიმუშები, რომელთაც ეს ემსახურება, რა თქმა უნდა, იმ ძირითად მიზანს, რაც აუცილებელია და დღევანდელობამ გვაჩვენა, უნდა მოხდეს ამ პაციენტების ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია, რათა მათ გაიარონ ადაპტაციის კურსი საზოგადოებასთან შეუფერხებლად. ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანთა საზოგადოებრივი ინტეგრაციისათვის განხორციელებულ პროექტში მონაწილეობას ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი იღებდა. პაციენტები, რომლებიც ამ ცენტრში გადიან ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას, ხელოვნების იშვიათ ნიმუშებს ქმნიან. აწესებულების და სხვადასხვანაირად მიმდინარეობს მუშაობა, იმიტომ რომ ქუთაისის რეაბილიტაციის დღის ცენტრში არის ჯგუფური მეთოდით, ჯგუფურით და ჩვენთან აი ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში არის ძირითადად უფრო ინდივიდუალურად, იმიტომ რომ იქ არიან არანებაყოფლობით მკურნალობაზე პაციენტები და იმათთან უმჯობესია ინდივიდუალური მუშაობა. აბსოლუტურად ყველა ნახატები არის ძალიან ძვირფას. ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის მეთოდებით მკურნალობა სპეციალისტების აზრით ერთ-ერთი წარმატებული და ეფექტური მოდელია თანამედროვე ფსიქიატრიაში, რომელიც ხელს უწყობს ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა სოციალიზაციასა და საზოგადოებრივ ინტეგრაციას. ფსიქიატრიული რეფორმის ერთ-ერთი მაჩვენებელი არის არტ-თერაპია. იმიტომ რომ საბჭოთა სინამდვილეში იგზალებოდა სხვადასხვა მიმართულებები, სხვადასხვა დაუშვათ ეგზისტენციალიზმი, სიურრეალიზმი რაღაც და ყოველთვის ჩაკეტილი იყო ეს პრობლემა. ეხლა როდესაც რეფორმის პროცესი დადგა, ამიტომ არტ-თერაპია როგორც ფსიქიური პაციენტის, რომელსაც აქვს პრობლემა, არის მათთვის ერთ-ერთი მათი სულიერი პრობლემების გამოხატვის საშუალება. აქედან შეიძლება დიაგნოსტიკური პრობლემებიც, მათი მკურნალობის პრობლემების დადგეს უფრო მაღალკვალიფიცირებულად, ვიდრე ეს ხდება ამ არტ-თერაპიის გარეშე. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა გალერეაში ქუთაისის ფსიქონევროლოგიური დისპანსერის პაციენტების ნახატებიც გამოიფინა, სადაც აქტიურად მუშაობს არტ-თერაპიული ცენტრი. რაც შეეხება იმ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ამ ნიმუშებს ქმნიან ჩვენი ბენეფიციარები, რაც ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის პროგრამა გახოთ, ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და რაც არის არა გაცილებით მეტი შეიძლება გაკეთება, უბრალოდ თუ კი ამისი უზრუნველყოფა იქნება. წუხარ ამაზე აქცენტირება მაინც გვიწევს. მაგრამ მიმაჩნია რომ აი თავისი მნიშვნელობით ის ღონისძიებები, რასაც ჩვენ ვატარებთ, ძალიან ღირებულია. არავინ არა ვართ ყველა მხრივ უნიკალურები და ისევ მოვიშველიებ იქ გაჟღერებულ ფრაზას ბატონი დუმბაძის, რომ ადამიანი არ არის ფრესკა, ადამიანი არის ქანდაკებასავით უნდა შემოვაროთ, აი ამ კუთხით შემოვაროთ, მოდით ამავად ყოფებს. გამოფენამ დამთვალიერებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია. საზოგადოებამ საუკეთესო შთაბეჭდილებებით შეაფასა ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა არტ-ღირებულებები. შთაბეჭდილება ორმხრივი არის წუხილის და არის სიხარულიც. იმის გამო რომ თქვათ ახსნით, როგორც ჩვენ წარმოსახვით უკვე ვიცით, რომ რასაც ნიშნავს არტ-თერაპია, არის აუტყოფის ნამუშევარი, რომელმაც გაიარა რეაბილიტაცია და შედეგი სახეზიარი და დადებითი არის. რაც მივესალმები ამდით და ამას კარგ წამოწყებას ადამიანებისთვის, ვისაც ეს საჭირო არის და ამას საჭიროებს ეს თერაპიულ კურსს. მადლობა მინდა უთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც კი ამ კეთილ საქმეში მონაწილეობას ღებულობს.
პაციენტების ნახატების გამოფენა და მათი შესაძლებლობების საზოგადოების წინაშე წარდგენა ამ ადამიანთა გამოჯანმრთელების საქმეში უდიდესი წვლილის შეტანას ნიშნავს, რათა ერთხელ კიდევ დავფიქრდეთ მათ პრობლემებზე და დავინახოთ მათში ადამიანი.